თუ შეიძლება ისწრიბუნა თქვენი პირველი რეაქცია მე წეგან ზალს ვეუბნებოდი როდესაც დღეს ჩაინიშნა საქართველოს მთავარი პროკურორის საგანგებო ბრიფინგი ცხადია მივხვდით ყველა რომ მთავარი პროკურორი ისე უბრალოდ არ გამოვიდოდა და არ გააკეთებდა განცხადებას და ყველას გვეგონა რომ ეს მილიონებს რომ იპარავდნენ და სახლიდან ქეშად ამერიკული დოლარები მილიონობით რომ ამოუღეს იმ ხალხს და მის დაჯგუფებას ეხებოდა და აღმოჩნდა რომ ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერს ახალ ბრალს უყენებენ თქვენი რეაქცია რა არის ეს არის შურისძიება სანქციების გამო ეს არის შურისძიება ევროკავშირის მიერ 2 დღის წინ გასაჯაროებული ანგარიშის გამო თუ რითი ხსნით რატომ მაინც და მაინც დღეს პირველ რიგში მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ტელემაყურებლებს მივესალმები და პოლიტიკურ პარტნიორებს მივესალმები მე სიმართლე გითხრათ არ იყო მოულოდნელი ჩემთვის რაღაც გავს ველოდი მქონდა ეჭვები რომ ამ ადამიანებს ასე ადვილად ციხიდან არ გამოუშვებდნენ ერთი ეს არის მეორე არის 2 დღის წინ დიახ ის გადაწყვეტილება უბრალოდ გაფართოების ანგარიში სადაც ევროპის კავშირისთვის უპრეცედენტოდ და საქართველოსთვისაც უპრეცედენტოდ მსგავსი ჩანაწერი უბრალოდ არ ჩვენს ისტორიაში და არც ევროპის კავშირის ისტორიაში კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებაში არ ყოფილა და მესამე მე მგონია ის მოახლოებული სანქციები რომელიც როგორც ჩანს ძალიან დაგვიანებით იქნება შეიძლება ეს იყოს დეკემბერში მე ამას მაინც განვიხილავ როგორც მოსკოვის პასუხს იმაზე თუ რა რეაქცია ჰქონდა მოსკოვის სატელიტ ხელისუფლებასთან მიმართებაში ევროპის კავშირს. მე მგონია რომ ეს არის მოსკოვის პასუხი ევროპის კავშირს. ეხლა ბურთი არის ევროპის კავშირის მოედანზე მე მგონი აღარ არის იმის დრო არკვიონ აბსოლუტურად აბსურდული რაღაცეები არის ქმედებების დრო ეს ქმედებები უკვე იქნება დაგვიანებული, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დაგვიანებული ნამდვილად იქნება ალბათ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ წეგან გია რომ ეჭვი არ მეპარებოდაო რომ ასე ადვილად არ გამოუშვებდნენ ციხიდან ვადის ამოწურვისთანავე. ერთხელ კიდევ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს რის გამოსხედან ოპოზიციის ლიდერები ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო და ცხადია ყველას ჰქონდა ეს მოლოდინი, მაგრამ აი რა საპასუხო სვლას შეიძლება თქვენ დიპლომატი ბრძანდებით, თქვენ ძალიან კარგად იცით საერთაშორისო ენაზე, რას ნიშნავს ეს წეგან მკითხულობის სხვა შორის დიმიტრი ცქიტიშვილი წერდა პოლიტიკოსი, რომ ვერანაირი შანტაჟის პირობებშიო ვერ შეძლებს ოცნება აიძულოს ბრიუსელი, ვაშინგტონი, ბერლინი ან სხვა დემოკრატიული ქვეყნის რომელიმე დედაქალაქი გადადგას მათი პრინციპების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ანუ შეგვიძლია ეს განვიხილოთ როგორც შანტაჟის ენა, იმიტომ რომ ამ მთავარი პროკურორის განცხადებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მაგალითად თქვენი ძმა ზურა ჯაფარიძე რომელსაც ელოდება 15 წლამდე პატიმრობა ელენე ხოშტარია გიორგი ვაშაძე ანუ აწვდიდნენ სანქციების დასაწესებლად უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს რაღაც ინფორმაციებს ეს რას ელიან ამით გასაგებია რომ ეს არის მოსკოვის რეაქცია მაგრამ შანტაჟია ეს ფიქრობთ პარტნიორები იცით რა ამ ტექსტში რომ ახლა ჩავიდეთ ამ ტექსტის შინაარსში რა წაიკითხა არ გენერალურმა პროკურორმა მე მგონი ამას აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის კოპირებული ტექსტი საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა რეპრესიების დროს 1921 წლიდან ვიდრე ალბათ 1985 წლამდე ადამიანებს მსგავსი ტექსტებით ასამართლებდნენ. ჯაშუშები უცხო ქვეყნის ჯაშუშები, მიხეილ ჯავახიშვილი და ასე შემდეგ უამრავი მათ შორის კოტე მარჯანიშვილი და სხვები მათ შორის საქართველოს კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და ძალიან მნიშვნელოვანი მოაზროვნეები ჩვენს ისტორიაში ასეთი მუხლებით არიან გასამართლებული და რაღაც საბეჭდილება დამრჩა რო წავიკითხე რომ იქიდან არის პირდაპირ კოპირებული ამიტომ ტექსტის განხილვას აზრი არ აქვს ალბათ უფრო ქმედება უნდა განვიხილო და მე მგონი რომ აი ეს ქმედება არის ხო რეაქცია მოსკოვის იმაზე თუ რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს აი მათი აი მსტავლენიკი ხელისუფლების შეფასებაზე და მათი ქმედებების შეფასებაზე. მე მგონი აი ამ კონტექსტში უნდა
შანტაჟია ეს ხო, ფიქრო. რა თქმა უნდა, ნუ აი შენ თუ აი ამას სანქციების იზოლაციის, დილეგიტიმაციის თუ იქნება მეტი სანქციები, მე მეტ ადამიანს დავიჭერ. თუ კიდევ თქვა დამას სანქციებს, ევროპის კავშირს აქვს ჯერ კიდევ აქვს უამრავი ბერკეტი, რომელიც შესაძლებელია იყოს გამოყენებული ამ რუსულ ოცნებასთან მიმართებაში. ეს არ არის მხოლოდ სავიზო შეზღუდვები, არსებობს კიდევ ფინანსური სანქციები. ახლა ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მათ ხელში არის ჯერ კიდევ არის ის ბერკეტები, რომლის ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია აი ესე ვაბანკზე წასული ქართული ოცნება და ვაბანკზე წასული მოსკოვი შესაძლებელია შეაჩერონ. მაგრამ ევროპის კავშირი იცით რომ არის დემოკრატიის ძალიან დიდი სივრცე, დემოკრატია კიდევ მოითხოვს პროცედურებს, ეს არის 27 სახელმწიფოს ერთობა, ქართული ოცნების და რუსული პროპაგანდა კი გვეუბნება რომ იქ სახელმწიფოების სუვერენიტეტს კარგავენ და ასე შემდეგ. სინამდვილეში პირიქით არის, ევროპის კავშირი არის სუვერენული სახელმწიფოების ერთობა და ეს 27 სუვერენული სახელმწიფო, როდესაც იწყებს რაღაც თემაზე საუბარს, ეს საუბარი ძალიან დიდი ხანი გრძელდება და გადაწყვეტილების მიღება სჭირდება პროცედურები და ეს პროცედურები როგორც წესი არის გაწერილი დროში. დრო ჭირდება, მოკლედ ამის თქმა მინდა. ხო და ეს დრო საქართველოსთან მიმართებაში ძალიან გაიწელა და მე არ მომერიდება ამის თქმა. ეხლა მით უმეტეს ეხლა 1 წლის წინ კიდე რაღაცაზე ფიქრობდნენ, აი რატო იქცევა ასე ქართული ოცნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს დამოუკიდებელი ავტორიტარია თუ რუსები მართავენ, ხო და ეხლა მე მგონი აი ეს კითხვები უკვე ნელ-ნელა უნდა ამოეწუროს ევროპის კავშირი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება. ქართველი ხალხი აკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალებშია და რაც მის ძალებს აღემატება. მეტი მართლა არ ვიცი, ეხლა თითქმის 1 წელი პროტესტი მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. მე მგონი უკვე აღარ დარჩა ამ პროტესტის მონაწილე არც ერთი ადამიანი, არა ათეულობით, ასეულობით 1000 ადამიანი, რომელსაც ეს რუსული ხელისუფლება არ შეეხო, ზოგს ფიზიკურად შეეხო, ზოგს ფინანსურად შეეხო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დროა უკვე რომ ევროპის კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერის გამოხატვის გარდა განახორციელონ კონკრეტული ნებები. ალბათ მართლა დაგვიანებულიც არის, ცოტა დაგვიანებულიც არის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ეს ანგარიში ვნახეთ, რაც 2 დღის წინ დაიდო, ხო, იქ გითხეს რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა აღარ არსებობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ სახელი, რომ ეს სტატუსი მხოლოდ კაღალდზე. მეტიც ეხლა გაფართოების რაღაც სამიც აწყობს ევროპის კავშირი და იქ საქართველო არ არის მიწვეული. ყველა კანდიდატი შანტაჟებს გია. ყველა კანდიდატი ქვეყანა, წევრი ქვეყნები იმსჯელებენ იმაზე, როგორ სრულდება ევროპული ინტეგრაციის პროექტი, როგორ ხდება ევროპა ერთიანი და იქ საქართველო არ არის, მიწვეულიც არ არის. ახეთ ეს გაფართოების ანგარიშო გვერდზე გადავდოთ. აი თუნდაც 2 წლის წინ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სხვანაირად ფიქრობდნენ ქართულ ოცნებაზე. 2 წლის წინ ძალიან ბევრი დიპლომატი, 2 წლის წინ ადამიანები ბრიუსელში მაინც მარწმუნებდნენ იმაში, რომ ქართულ ოცნებასთან შესაძლებელია თანამშრომლობა. თანამშრომლობდნენ 13 წლის განმავლობაში, აი ამ 13 წლის განმავლობაში 11 წელი მინიმუმ 10 წელი ისინი იყვნენ ქართული ოცნების მოკავშირეები. ეს სიმართლეა, ეს უნდა ვთქვათ. ქართული ოცნება სარგებლობდა ევროპის კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ადმინისტრაციების მხარდაჭერით. მათ ერთ დღეს, აი და ეს დღე იყო ალბათ ის დღე, 28 ნოემბერი, ალბათ ზუსტად ალბათ უფრო აი მე ვიტყოდი ალბათ აი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაში, იქ აღარ გამოვიდა ორსკამზე ჯდომა, უნდა აერჩიათ სკამი და მათ აერჩიეს ყოფილიყვნენ მოსკოვის სკამზე. ამის მერეც ჰქონდა კიდევ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს არაერთი მცდელობა, რომ რაღაცა ურთიერთობა ქონოდათ ქართულ ოცნებასთან, მაგრამ მათ მინდა პირველ რიგში შევახსენო.
სიგიჟია გველთან თამაში, არ არსებობს. შეიძლება გველთან ითამაშო 10 წელი, მაგრამ მე-11 წელს გველი აუცილებლად გიკმენს. გველთან თამაში იყო მათი ფლირტი და მათი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან. სამწუხარო ის არის, რომ ამას იხდის ოღონდ ქართველი ხალხი. ამას ჩვენ ვიხდით ამას ჩვენი ფიზიკური არსებობით. იხდიან ის ადამიანები, რომლებიც გამოწყდეული არიან დილეგებში, ის ადამიანები, რომლებიც განან რუსთაველის გამზირზე, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლეს და თავისუფლებას რისკავენ ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვიხდით აი ამ ფლირტის შედეგებს, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდათ ქართულ ოცნებასთან. ძალიან რთული იყო მათთვის აგვეხსნა სინამდვილეში რას წარმოადგენდა ქართული ოცნება. დროა რომ ევროპის კავშირმაც იფიქროს იმაზე, რომ იყოს გეოპოლიტიკური ძალა იყოს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ძალაუფლების ერთ-ერთი ცენტრი. სხვანაირად არ გამოვა არც ევროპის კავშირი და სხვანაირად საქართველოს გარეშე ვერ იქნება ევროპის კავშირი. ევროპული უსაფრთხოება ვერ იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე. შავი ზღვის უსაფრთხოება ვერ იქნება საქართველოს გარეშე. დროა რომ თვალები უფრო ფართოდ გაახილონ და ლაპარაკის ნაცვლად გადავიდნენ კონკრეტულ ქმედებებზე. ერთ ასეთ კითხვას დავსვამდი ახლა. ჩემთვის ძალიან ცალსახა, ძალიან ნათელია და ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ ეს არის პასუხი სანქციებზე, იზოლაციაზე, პირდაპირ თქვეს, რომ 300 საჯარო პირის საჯარო მოხელის დასანქცირება, რის შესახებაც ინფორმაციებს აწვდიდნენ ჯაფარიძე, თქვენი ძმა ზურა ჯაფარიძე. რა თქმა უნდა, ამას ინეს მიწოდებული ინფორმაცია არ უყურებენ თვითონ, ამათ რა გონიათ, რომ იმათ თვალები და ყურები დახუჭული აქვს, თვითონ არ ხედავენ რა ხდება, რა ინფორმაციის მიწოდებაზეა საუბარი. ყოველდღე ეთერში ხედავენ რა ხდება, არიციან ვინას ამართებს ამ ადამიანებს, არიციან მინისტრებად ვინ ყავს დასმული ივანიშვილს, არიციან პარლამენტის წევრები ვინ არიან. ეს ინფორმაცია რა დაფარულია, საჯარო არ არის, ვინც დასანქცირებულია იმ ადამიანების არსებობის შესახებ, არიციან. ამ ადამიანებს ხო პირადად ხვდებიან ისინი, ხან ბრუსელში, ხან პარიზში, ხან თბილისში, ხო? ანუ ეს ადამიანები რა, ამათი სახელები რა დაფარული იყო და ამათი სახელები რა გასაიდუმლოებული. რა თუნდა დაუშვათ ჯაფარას მიწოდება ან ბადრი ჯაფარიძის საუბარი. ეს ადამიანები პოზიციებზე არიან, პარლამენტის წევრები არიან, ან კიდე მთავრობის წევრებად ყავს ივანიშვილს დასმული. მათი სახელი და გვარი იცის ყველამ. რა ინფორმაციის მიწოდებაზე, ან ვისთვის უნდა მიეწოდებინათ, რომელ კონკრეტულ სახელმწიფოზეა საუბარი. რაღაცა უცხო სახელმწიფო, რომელია ეს მტრული სახელმწიფო. ევროპის კავშირი 27 სახელმწიფოს გაერთიანებაა, 27 სუვერენული სახელმწიფოს, 27 თავისუფალი სახელმწიფოს გაერთიანებაა. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებზეა საუბარი. როგორ ჩანს? რული საქმიანობა ესე უნდა აბა ეხა მართლა რუსეთისთვის მიწოდებას ინფორმაციისას ფორმალურადაც რუსეთი არ არის ქართული ოცნების რული სახელმწიფო, რუსეთი არის მათი სახელმწიფო. აი ამ წარდგენილი ბრალიდან გამომდინარე ვსაუბრობ მე. იქ რუსეთი საერთოდ არ იგულისხმება. გია, ერთი ასეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. ხო, წეგან ვამბობდი რომ ცალსახაა და ძალიან ნათელია რომ ესაა პასუხი სანქციებზე, ევროკავშირის ანგარიშზე და ამ მთელ მათ მოქცევაზე იზოლაციაში, მაგრამ შემოვიტანდი, მაინც ეს ალბათ უფრო პოლიტიკოსებთან დასასმელი კითხვაა, მაგრამ სადღარიან უდიდესი უმრავლესობა მათი საკანში ზის და ეხლა ალბათ მე და თქვენ გვიყურებს, მაგრამ მაინც დავსვამ ამ კითხვას. ოპოზიციის სრული განადგურების სპეცოპერაცია შესაძლებელია თუ არა ამ შანტაჟის პარალელურად, რასაც ჩვენ ვხედავთ პარტნიორების მიმართ, ივანიშვილს ჰქონდეს გეგმაში, რომ აი ესე რეპუტაციულად, ფიზიკურად, სრული გაანადგუროს, აკრძალოს ოპოზიცია და შემდეგ აი ზუსტად პუტინის გზით LDPR-ის მაგალითს მოვიყვანდი ახლა, აი რაღაც ასეთი მსგავსებით ახალი არჩევნები ჩაატაროს და პარლამენტში, რომლის ლეგიტიმაცია არის მათთვის საოცნებო და დღევანდელი ბრალის წარდგენაც სწორედ იზოლაციას მათსას უკავშირდება, აი იმიტომ რომ მოიპოვონ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია, უცებ დანიშნონ ახალი არჩევნები. ციხეში იქნებიან
ან არ იქნებიან, მაგრამ აკრძალულები იქნებიან ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა, საკონსტიტუციაში უკვე სარჩელი არის შესული და ივანიშვილმა უცებ დანიშნოს ახალი არჩევნები. ეს კითხვა არსებობს, მაინტერესებს თქვენ თუ არა, ეს შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი სცენარი. ეხლა არჩევნები ეგრე საბჭოთა კავშირში სტარდებოდა, ფსევდო არჩევნები. არჩევნებს ისიც ატარებს, რა ვიცი, ჩრდილოეთ კორეაც ატარებს, არჩევნებს რუსეთიც ატარებს, სხვათა შორის ელექტრონულად ატარებს რუსეთიც არჩევნებს. შესაძლებელია ეს იყოს ერთ-ერთი სცენარი, რომელიც ვთქვათ მის თავშია, ანუ რაღაცა ეს არჩევნები იყოს რაღაცა დეკორაცია, ალბათ მე იმასაც იწყვია, რომ ჩვენ ვატარებთ უკეთეს არჩევნებს, ვიდრე არჩევნები ტარდება გერმანიაში, ჰოლანდიაში, ან კიდე ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოში. რასაკვირველია, შეიძლება მის თავში სხვადასხვა სცენარი იყოს, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს თქვას, რომ საერთოდ ყველა პარტია არის აკრძალული და მარტო ქართული ოცნება იქნება. ანუ მიდიან, ეს გამოცხადებული ჰქონდათ, მიდიან ერთპარტიული დიქტატურის დამყარებისკენ. ეს აღარ არის უკვე ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმი. რეალურად ეხლა ქვეყანაში ხო თავისუფლების აი ძალიან მცირე რაოდენობის წერტილებია დარჩენილი, ხო? ეს არის ჯერ კიდევ არსებული თავისუფალი მედია, ჯერ კიდევ მედიის რაღაც ნაწილს აქვს თავისუფლად საუბრის, აზრის გამოთქმის, ინფორმაციის მცირე დროით, მაგრამ ხო, მიცემის საშუალება. ეს არის კიდევ თქვათ საგანმანათლებლო სივრცეები, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება აუდიტორიაში თავისუფალი აზრის გამოთქმა, ანუ არსებითად აი ეს დარჩა, სხვა პრინციპში არც არაფერია მეტი დარჩენილი ქვეყანაში, ნუ პოლიტიკურ პარტიებს თუ აგრძალავს, შემდეგ მედიას გადაუკეტავს აბსოლუტურად ყველა წყაროს, ან უბრალოდ იტყვის, ხო შეუძლია თავისუფლად, აი ხა იგივე ბრალდებებს მედიაც მიაბას, რომ მედიაც აი ამას აშუქებდა. ხო, სატელევიზიო გამოსვლები იყო დასახელებული ბრალის წარდგენის ერთ-ერთ მიზეზად და შენ თუ კი გამოდიხარ ჩემს ეთერში, ესე იგი მე ვარ შენი თანამონაწილე და მიგაბას ამ საქმეს ძალიან. ხო, თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი თავისუფალი მედია ამ საქმეს მიაბას და შეუძლია ძალიან მარტივად მათ შორის მედიაც აკრძალოს, ხო, ანუ მიდის აი ამ გზით, რომ დამყარდეს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურა, ბელადი არის, დააკვირდით, არც ერთი აი ვისაც აკავებენ, ვისი სახლიდანაც მილიონებს იღებენ, ვისაც დევნიან, არც ერთი მათგანისგან არ მოგვისმენია ივანიშვილის კრიტიკა. აი როგორც ლენინზე ვერ მოისმენდით ვერაფერს, როგორც სტალინზე ვერ მოისმენდით ვერაფერს, ცუც ვერ მოისმენდით კრიტიკას, მაოს კრიტიკას, ხო, ან რა ვიცი, ნებისმიერ ავტორიტარულ, აი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, ვინმე ჩრდილოეთ კორეაში გააკრიტიკებს, პუტინის კრიტიკას ხوار შეიძლება. დაახლოებით ესეთი რაღაც ბელადი უკვე არის, მტრის ხატი არის, გაურკვეველი მტერი, ხო, რაღაცა მტრული სახელმწიფო, არ ვიცით რომელ სახელმწიფოზეა საუბარი, მაგრამ მტრის ხატი შექმნილია. ეს აუცილებელი პირობებია იმისთვის, რომ აქ არა უბრალოდ ავტორიტარიზმი, არამედ ავტორიტარიზმის ყველაზე უფრო სახიფათო, ყველაზე უფრო მძიმე ფორმა, რაც არის ტოტალიტარიზმი, ის დამყარდეს. მცდელობა იმის, რომ მათ შორის, თქვათ, აზროვნება აკონტროლონ, რაზე ვფიქრობთ ჩვენ. ესეც არის, ესეც სახეზეა, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, გადახედეთ ამ ბრალში. კი ბატონო, Facebook პოსტები დასახელებული მიზეზი. ან მან მათ ტელევიზიებს გადახედეთ. ყველამ უნდა იაზროვნოს ისე, როგორც აზროვნებს ივანიშვილი. ხო, როგორც აზროვნებს ბელადი. ბელადი არის ყოველთვის მართალი, ბელადმა ყველაფერი იცის. ამბობენ კიდეც ახლა ყველა რო დაიჭირო, ჩემი ანუ ვიღაცა წერდა, ხო? ბელადი ყოველთვის იქნება მართალი. ანუ თუ დავაკვირდებით, ხო, საქართველოს ყალიბდება აი რაც იყო საბჭოთა კავშირი იმის რაღაცა მინი მოდელად, ხო? მე მგონია რომ ეს გაცილებით უფრო უარესი შემთხვევა, ვიდრე არ ვიცი, სხვადასხვა ქვეყანა, მე არ მიყვარს ხოლმე ამის დასახელება, ხა ჩრდილოეთ კორეას და რაღაცა ვენესუელას და რაღაცას დაგისახელებს, მაგრამ სხვა ქვეყნების დასახელება არ მიყვარს, მაგრამ აი რომელსაც ასახელებენ, მათზე ბევრად უფრო უარესი სიტუაცია სინამდვილეში საქართველოში და ეს არ დაწყებულა დღეს. ეს დაიწყო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. მე ყოველთვის ამაზე ვიყავი, რაღაცა ახალს კი არ მომაქვს, რაღაცა აზრი კი არ შემცვლია. 2013 წელს ყველა ნიშანი იყო იმის, რომ ეს დღე საქართველოში მოვიდოდა, აუცილებლად მოვიდოდა, ნელა დადგებოდა ეს დღე. ეხლა ვიღაცები ამბობენ, რომ ესა რუსეთზე სწრაფად აკეთებს ყველაფერს. არა, ტყუილია. ამის კეთება მათ დაიწყეს 2012 ნოემბერში. 2013 წლიდან უკვე აწყვეტილები იყვნენ და მიდიოდნენ ამ მიმართულებით. 2016-დან უფრო სწრაფი ტემპით. 2020-დან ამას პანდემიამაც შეუწყო ხელი, კაციშვილი ხმას რო არ იღებდა, მთელი ქვეყანა რო ჩაკეტეს. მაშინ მაგრად გაიმყარეს ავტორიტარიზმი და ეხლა უკვე ისინი გადასულები არიან ბოლო ფაზაზე. ნახეთ,
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. ქართველი ხალხი აკეთებს ყველაფერს, რაც არის მის ძალებში. სხვა არ ვიცი კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენი სიდიდის მოსახლეობას გულისხმობ და ტერიტორიას. ასეთი ქვეყნები თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვებრძვით რუსეთს, ხო? რუსეთი გაცილებით დიდია, ჩვენზე გაცილებით მეტი რესურსებით. ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო გაგვიჭირდება. ეს იყო რუსეთის პასუხი დასავლეთზე. ეხლა დასავლეთის პასუხის დროა და დაველოდოთ ამ პასუხს. მადლობა, გია, მადლობა წარმატებას გისურვებთ.